საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80-70 დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში პირველად იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელები მეოთხედფინალში ევრობასკეტის კიდევ ერთ ფავორიტს ფინეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება. დინამო არენაზე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს ქართულმა ფეხბურთელებმაც. საქართველოს ბულგარეთს უმასპინძლა და მეტოქე 3-0 დაამარცხა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს და თურქეთთან წაგების შემდეგ გულშემატკივრების წინაშე სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს ოქტომბერში სტუმრად გამართავს. ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს, 14 ოქტომბერს კი თურქეთს დაუპირისპირდება. 40 წლის კრისტიანო რონალდუმ კიდევ ერთი დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ლეგენდამ ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სომხეთის წინააღმდეგ გაიტანა, სადაც პორტუგალიამ სომხეთი 5-0 დაამარცხა. რონალდუს კარიერაში 952 გოლი აქვს გატანილი. მისი მიზანია, რომ კარიერის დასასრულამდე 1000 გოლი გაიტანოს. სომხეთთან მატჩის დაწყებამდე რონალდუს და ბავშვის ურთიერთობის კადრები კი მსოფლიო მედიაში ვირუსულად გავრცელდა.